მე უნდა ვაღიარო, რომ მე მანდ ჩვენ შიდა საუბრებში, პროგნოზებში დავუშვი შეცდომა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გაცნობიერების უნარზე ზედმეტად მაღალი წარმოდგენის ვიყავ რა და მე მეგონა რომ არა კაცო, ასეთ დებილობას ხალხს ვერ შეტენია. მე ვიძახდი. აი ამას რო იტყვის, ეს პაატა ბურჭულად და ესენი, ახლა რა თქმა უნდა ხალხის უდიდესი ნაწილი საკმარისად გონიერი იქნება იმისთვის რომ თქვას, რომ რა დებილობას ლაპარაკობენ, არანაირი რევოლუცია არ ხდება, მშვიდად წავიდეთ არჩევნებზე, მშვიდად მივცეთ ვისაც გვინდა ხმა. მე ვიძახდი, რომ ამაზე არ გაგიჟდება ხალხი და არ იტყვის, რომ არიქა ნაციები ფუნდებია რევოლუცია ხდება, წამოვიცეთ ეხლა ოცნებას ხმა, კაიგე და ბიჭო, პაატა ბურჭულაძე ხო არ ბრუნდება, ეხლა ხელისუფლებაში ხო არ მოვაო? ხალხი გავარდა. 80% აიღო ოცნება მაგის ყვირილში. ჩვენ რო ვიძახით, რომ არაფერი რევოლუცია არ ხდება, ხალხი გიჟები ხო არ ხარ, რა რევოლუციას ლაპარაკობ? რა გჭირ ხალხო? ხოდაშო ორივე პლანი რა გჭირ? არ ხდება რევოლუცია. ამას ხო ვიძახით. ანუ დაწები და კოცები ერთად შევდედა და რა არ ხდება ბიჭო, რა არ ხდება ბიჭო, ორივე გვიტევი ისინი გვიტევდნენ რომ როგორ არა ჩვენ რევოლუციას ვაწყობ და ესენი როგორ არა რევოლუციას აწყობენ და არ ვიცი თქვენ იპოვეთ ერთმანეთს მე მგონი